დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში. Თეო დავიტოვეთ თავის მაჟოსთან ერთად და შემოგვიერთდა ახალგაზრდა წყვილი და დღეს შესაბამისად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ბოჭორიშვილი და ეკა დემეტრაძე, ორივე მსახიობი. ხო, მსახიობების წყვილი. ახალბედა ოჯახი შეიძლება ესე ჩავთვალოთ, ხო? კი, დიდია უკვე. დიდია. რამდენი წლის არის? 5 წლის. არც ისე ახალბედა, მაგრამ ნუ მაინც. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი ჩნდება ოჯახში, ცოლ-ქმარ შორის იწყება რაღაცა კრიზისული პერიოდი. მით უმეტეს ცნობილია, რომ ქალს მშობიარობის შემდეგ საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამაკაცი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში და დაეხმაროს დედას. აი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? გაჩნდა, რა ქვია პატარა? თომა. გაჩნდა თომა, მოიყვანეთ სახლში, დარჩით მარტო ბავშვთან ერთად და რა მოხდა? რა ეტაპი დადგა თქვენს ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ რთული ხასიათი ჰქონდა დაბადებიდანვე, მაგრამ რა შეეხება არა, რა ის არის პროფესორი ანგელოზი. ხო, ძალიან ის იყო რთული იყო ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ გიორგის მიუძღვის ძალიან დიდი როლი, ანუ 50-50-ზე ვინაწილებდით ბავშვის მოვლას და გაზრდას და ყველაფერს საერთოდ ძალიან დამეხმარა გიორგი. ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ რეალობაში მამა ამ ბოლო დროს მე მგონი ცოტა გახშირდა. მე ასე ვფიქრობ, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ასეა, რომ ამ ბოლო დროს ჩემს შემთხვევაშიც ასეა, ნამდვილად დღემდე ასეა, ახლა მაგალითად დეკრეტში ვარ და ვსწავლობ, საღამოს დავდივარ. სწავლებსაც რო აღწოდე ანუ ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა მეუღლის, რომ არ ყოფილიყო ჩემი მეუღლე, ვერ მოახერხებდი, რა თქმა უნდა, პირიქით იქით მეუბნებოდა, რომ მოახერხებ და წადი და წავედი. აი 4 ბავშვის შემთხვევაში იცვლება დამოკიდებულებები. მე ვიცი, რომ პირველი აბსოლუტურად სხვა, მეორეზე კიდევ უფრო იცვლება, ემოცია იცვლება, იმიტომ რომ შენ თვითონაც იზრდები, თვითოულ ბავშვთან ურთიერთობიდან სწავლობ ბევრ რაღაცას, შენც ფსიქოლოგიურად ცოტა ღვინდები ასე ვთქვათ და იცვლება დამოკიდებულება ნამდვილად. აი აბსოლუტურად სხვა ემოცია მოიტანა, აი ამანაც. გიორგი, ანუ ეკამ თქვა რომ ეხმარებოდა. აი რას ნიშნავს პამპერსის გამოცვლა, დაბანა, ვთქვათ, ღამე როცა არ ეძინა, შენ მორიგეობდი და ეკას აძინებდიან. აი ესე იყო. ჩვენ თომა რო გაჩნდა, ჩვენ ვიყავით ამერიკაში. ხო და ნაწილობრივ ეს განაპირობა იმან, რომ იქ ცხოვრობდით მე, ეკას დედა და ეკას ძმა. და რა არ ვიცი, შეიძლება საქართველოში რო არ ვიყავი, ჩემი ახლობლები რო არ იყვნენ და რაღაცა ჩემ გარემოში რო არ ვიყავი, რაღაცა ეჭვიანობის მომენტი მქონდა ბავშვზე. და ანუ პირიქით ვერ ვიტანდი, რომ აი დედამისი რო ეხმარებოდა ხოლმე, ძალიან ბრაზდებოდა ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ თავიდან ეს განაპირობა აი ამ რაღაცა ეჭვიანობა. მის რომ სხვაგან ვიყავით და რაღაცა და მე მივეჩვია. ბავშვის მოვლას. მე მგონი ესეთი მომენტები, რომ მეც გამახსენდა ახლა ზუსტად ჩემი მეუღლე ასე რო აბანავებდნენ ბებიები, ვთქვათ, რა თქმა უნდა, მოდიოდნენ უხაროდათ მათაც და ვთქვათ ეუბნებოდა ესე არ დაბანო, ისე გააკეთე, ასე გააკეთე, ასწავლეთ. ბრაზდებოდი, მე ძალიან მაგრა ბრაზდებოდი, მახსოვს რა, აი მე იქაც ვიღაც ხალხი რომ მოდიოდა ბავშვის სანახავად, ბრაზდებოდი. აი ესე ძალიან ხშირია, როდესაც ძალიან ჩვილებს ვერ ეკარებიან მამები. არა, ესე უკიდებდი ფეხები. ვაიმე, საშინა ესე დაიჭერდა ხოლმე. სუ პატარა. ანუ აი ერთი თვის. არა, ეგის არ მქონდა აი პირიქით. ესე ეჭირა ცალი ფეხები. დავესწარით ამ მშობიარობას და ამან კიდე მაინდა-მაინც ახლა არ ვარ ყოფილი მაგით რომ დავესწარი. არა, ახსენებულია. ვიწყდება არასდროს. ცუდად ხო არ გახსენ? ხშირია. არა, არც ცუდად არ გავხდი, უბრალოდ, ნუ აი მახსოვს რომ რაღაცნაირად ნუ არის ფსიქოლოგიური სტრესი არის. მე აღარ დავესწრე. მას შემდეგ ყველას ეუბნება რომ არ დაესწროთ. ჩემი ხალი პირიქით ეუბნება, პირველს დაესწრო, შემდეგს ვეღარ დაესწრო, იმიტომ რომ იქ სამშობიარო სიტუაცია შეიცვალა, თუმცა ეს ძალიან გაუხარდა რომ შეიცვალა. მაგრამ სულ ყველას ეუბნება რომ სხვაობა არის ძალიან დიდი, პირველს დავესწარი, დანარჩენს არა და სხვაობა მართლა დიდი, ანუ აი ქალისთვის მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მეუღლე ესწრება მშობიარობას და შენთან არის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდე, ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო და ბედნიერი ვიყავი რა იყო. მე მგონი აი აქედან ქვეყანაში როცა ხარ, ხო, აბარა. ხო, მეც ეგ მქონდა, რომ ანუ იქ რო ვიყავით, კიდე უფრო მეც მაგით მინდოდა რომ ყოფილიყავი იქ, თორე
რაღაცა უცხო და წახვიდა როგორც იცი აქ გაზომაკაცება დალევდი. აქ ალბათ დავლევდი და შევიდოდი და იცი რა თვალსაზრისით დასწრება და აი თვითონ ეს ბავშვი სულ აი როცა შვილია და პატარა აი ეს გააზრებაში გეხმარება რა იმაში რომ ხვდები რომ შენი შვილია და რაღაცა სერიოზული რაღაცა რო ხდება შენ ცხოვრებაში. ხო, აი აქედან იწყება მე მგონი ეს როდის მომენტი. წინა თაობებში იყო ესეთი დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ბავშვი როდესაც ჩდება დაახლოებით 3 კვირის ერთი თვის განმავლობაში სახლში არავინ არ უნდა მოდიოდეს, რაღაცა აბსოლუტურად ის ეკოლოგიურად ისეთ გარემოში უნდა იყოს ბავშვი სასათბურე პირობებში, მოკლედ რომ თქვა. აი ახალბედა მშობლები უყურებენ ესე ამ საკითხს, ანუ არიდებდით თავიდან თქვენ დაუშვათ სტუმრებს, სახლს, თომას, დაუშვათ უცხო ადამიანებს და გარემოს. აი საერთოდ მე მგონია რომ იმიტომ არა რომ რაღაცა ეკოლოგიურად, უბრალოდ აი ძალიან რეალია პატარა თოთობა თან რატომღაც არ ვიცი როგორ არის, მაგრამ გონია რომ აწუხებს და მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში ესე არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაცა იყო ჩვენთან და სულ სტუმრები ყავდა და სულ ჩვენი მეგობრები ჩვენთან იყვნენ და სულ რაღაცა არეულობა იყო, მაგრამ ნუ თავიდან პრინციპში სანამ იქ ვიყავით პირველი 2 თვე იქ ბუნებრივად ხო, იქ ნუ ნაკლები ხალხი იყო და მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ ვიცი, შენი აზრი მე მგონია, რომ ჯობია. თავ შემთხვევაში მე მგონი, რომ არავინ არ მოსულიყო იმდენი ხალხი. ხო, არ არის მეც ახლა ჩემ დედაშვილს შეეძინა ბავშვი და რამდენიმე დღე არც მივედი სანახავს, იმიტომ რომ რაღაცა თვითონ ერიდები ალბათ. ხო, გარდა ამისა ალბათ ისიც არის, რომ პატარა და თოთოროა უფრო მეტად გეშინია, რომ რაღაც არ დაემართოს ეხლა ეს რა დიდია უკვე ბაქტერიების ვირუსი. 3 თვის არ დიდია, მაგრამ გადაცემაში. ხო, ანუ უფრო პატარა რო იყო, უფრო მეტი შიში მქონდა, რომ აი არ მიხვიდა ბაღიდან რომ მოხვალა რაღაცა უფრო სიმკაცრე გქონდა სახლში, ვთქვათ. ეხლა დაეწინა მაშინ. ახლა დაეწინა. რატოა ესეთი მშვიდია? რა განაპირობებს ბავშვების ესეთ სიმშვიდეს? წინა ბლოკიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ისიც მოქმედებს. კი, ბუნებრივი ყვება ფსიქოლოგიურ ასპექტზე მოქმედებს. და ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც დედა მშვიდია თვითონ, ბავშვი არის მშვიდი, როდესაც დედა ნერვიულობს, იმიტომ რომ ბუნებრივია რთულია პირველად. მარტო ეს ალბათ არ არის, იმიტომ რომ არის გადადის ეს განწყობა და ემოცია ბავშვზე. მე რამდენჯერაც აი განერვიულებული ვიყავი, ბავშვზე გადადიოდა ეს ემოცია ყოველთვის. მით უმეტეს, როდესაც ბუნებრივ ყვებაზეა. პასუხისმგებლობას რომ დაუბრუნდეთ, ხშირია შემთხვევა, როდესაც დედა არ აძლევს თავისუფლებას მეუღლეს. მე ვგულისხმობ, რომ არ ანდობს, ასე ვთქვათ. აი ხშირია შემთხვევა რომ გონია რომ მე უკეთ გავაკეთებ იმიტომ რომ მე ვარ დედა და ვერ განდობ შენ თუნდაც არ არის აქ საუბარი მხოლოდ პამპერსის გამოცვლაზე ცოტა მოზრდილ ასაკში თქვათ აი სასეირნოდ გაყვანაზე მარტო დატოვებას აი ეს შიშები გქონდა ეს მომენტი თუ აი თავიდანვე თავისუფლად არასდროს არ მქონია და აი ხო არის რომ ზოგჯერ რაღაც მომენტში შეიძლება ბებიას უფრო ენდო ანუ დედას ან დედამთილს ამ შემთხვევაში პირიქით ყოველთვის მქონდა რომ აი ყველაზე მშვიდად ვიყავი როდესაც ბავშვი არის გიორგი მართლა კი დღემდე როგორ იყო შვიდად კი დღესაც ესე ვარ თავისუფლად და ეს უდობა რაღაცა ენთუზიაზმს კიდევ უფრო აძლიერებს აი როდესაც ეკასგან მოდის ესეთი არა იცი ბუნებრივია რაღაცნაირად ანუ მე მგონი ძალიან ბუნებრივია ჩვეულებრივია პირველივე დღიდან რომ ალბათ ეს რაღაც ეს გააზრება ამ ბავშვის თანაბრად ხდება და რაღაცა მე მგონი ძალიან არანაირად ახლა არც მაგ ხა ეკა მაგალითად შარშან იყო თუ გასტროლზე იყო დასული 10 დღით მე ერთი კვირით ანუ არც აზრათაც არ მომწყვია რომ ბავშვი შეიძლება დედაჩემს მიუყვანო ანუ რაღაცა სულ ერთად ვიყავით რა ანუ როგორც ეკასთან არის ისე არის ჩემთან ანუ არ ვერაფერს უკეთეს ვერ გავუკეთეს შეიძლება უფრო ანუ რაღაც თვალსაზრისით ბევრად უფრო ჰუმანური იყოს ეკა რა ბავშვთან მიმართებაში და მე უფრო რაღაცა ჩემგან გამომდინარე ზედმეტად გავპრესო ან რაღაცა მაგრამ ხო აი ხშირია როდესაც მამები უფრო დაუდევრები არიან შეიძლება ეს ცუდი სიტყვა აი მაგალითად შეიძლება დაავეწყდეს საფენის გამოცვლის დროს შემდეგ რაღაცა კრემის წასმა დაალევინოს ცივი წყალი რომელსაც ჩვენ დედები არ ვასმევთ ანუ აი ესეთი მომენტები ხშირია თქვენ შემთხვევაში მე მგონი გიორგი შენ ხარ გამონაკლისი ჩვენს გვაქვს ეგეთი ჩაცმა არის მაგრამ მე მგონია რომ რაღაც ერთის მხრივ პლუსიც არის იმიტომ რომ უფრო ეჩვევა ეხა ყოველთვის თუ მართლა ეს რაღაცნაირად ყოლბაში ხო არ გაზრდი ბავშვი სტერილურ გარემოში ვერ გეყოლება სულ და პირიქით ჯობია დედამ ამას ვერ შვება მაინც რაღაცნაირად გეშინია და
მე კი სულ გვაქვს ხოლმე რაღაცა ეგეთი ჩაცმაზე. შენ თბილად აცმევდა ის საერთოდ ხო, ნუ რაღაცა ეს წელს დამეწყო რატომღაც ამ ზამთარში ეს ყინვები რო იყო, რომ ბავშვი არ გაცივდეს. ალბათ შეგციოდა და იმის. ალბათ ხო არ ვიცი, ისე გავზარდა სუფეხშველა იყო და ანუ სულ პირიქით ძალიან თხლად ჩაცმომინდა. ეხლა გვაქვს ხოლმე, მაგრამ მე მგონია რომ კარგია რა, აი თუნდაც ის ცივი წყლის დალევა, თუნდაც კრემის წასმა, აი თუ არ იზავს ამას, მამა ჯობია რომ რაღაცნაირ ესეთ რაღაცებსაც იყოს ბავშვი. ცოტა ხო შეგუებული. დავაბალანსოთ. ის მოგაცრავთ, მაინც ალბათ ეხლა ისე გულწრფელად რო თქვა, თავარი თუ აი აღზრდაში პრობლემა გვაქვს ის რომ ანუ მე უფრო ის ვარ ხისტი უფრო ხისტი და უფრო აი პირდაპირ სიტყვა კარგად პრესავ ძალიან რა და კაცრი ხო და ოღონდ ცოტა რაღაცნაირად ცოტა არაბუნებრივად რა მე მივწვენ გუშინ წინ უყურავდი ფილმს რო სიცოცხლის ხეს და იქ ბავშვი იძახის ერთ-ერთი შვილი თუ გაქვთ რა ნახე რომ мама ნეტა мама მოკვდეს და აღმერთო რატო გვექცევა мама ესე რა და ანუ მთელი ფილმი არის იმაზე რომ мама ამ ბავშვს პრესავს და დედა სულ სიყვარულს და დედა უფრო ანებიურებს ყოველ ანებიურებს და რაღაცა სიყვარულს და სითბოსაზრეს და მთელი ფილმის აზრი იმაშია რომ ანუ ეს რაღაცა ხელოვნური გაპრესვა არსად არ მიდის რა პრინციპში. შენ გონია რომ რაღაცას ასწავლე, მაგრამ ვერ ასწავლე. ჩემი მეუღლე რაღაცა სიმკაცრეს იჩენს ბავშვებთან, მიჩდება პროტესტი ამაზე და მინდა ხოლმე რომ უთხრა რომ ნუ ექცევი ეს სიმკაცრე და შენ თუ გაქვს ხოლმე. არა, ეგეც მაინტერესებს რამდენად აძლევ დაუშვათ შენ ნიშნავს ან არ ვიცი რა დავარქვა ბავშვის წინ და თუ გაქვს ხოლმე ეს პროტესტი რომ ბავშვს რატო ეჭხუბები ან რატო პრესავ როგორც გიორგია. ესე იგი მაქვს ხოლმე და ზოგჯერ ვერ ვიკავებ თავს და ბავშვის თანდასწრებითაც ვეუბნები ხოლმე და ეს ძალიან ცუდია, არ შეიძლება ესე, მაგრამ არ ვიცი, მე რატომღაც მგონია, რომ აი ესე ბავშვის აღზრდა რაღაცნაირად არ არის სწორი, იმიტომ რომ ჭკუის დარიგებით ჯერ არ ყოფილა, მე მგონი სამყაროში შემთხვევა, რომ შობელმა შვილს ჭკუა დაარიგა და იმან ჭკუა ისწავლა. ესეთი რამე არ არსებობს. ნუ ჩემი აზრით აბსურდია. უნდა შენ იყო სამაგალითო და შენ მოიქცე ისე, რომ იმან შენ მოგბაძოს და შესაბამისად კარგი ადამიანი გახდეს. ეხლა რა თქმა უნდა ეს სალაპარაკოთ ადვილია და ესე ძალიან რთულია მეც ძალიან მასშტაბი ხოლმე თომას მაგრამ მაინც მგონია რომ ჯობია რომ ნაკლებად ანუ აი ეს რაღაცა ზედმეტად სიმკაცრე და რაღაცა მომთხოვნობა მგონია რომ არ ვიცი რაღაცა კომპლექსებს აჩენს ესე მგონია რაღაც ეტაპზე ალბათ საჭიროა რაღაც ეტაპზე რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ აი ძალიან საფრთხილოა იმიტომ რომ აი რო უყურებ ხოლმე აი სხვა ბავშვებსაც ვისაც მაგალითად მშობლები ძალიან მომთხოვნები არიან და ძალიან ეჭხუბებიან და ბავშვები რომლებიც ძალიან თავისუფლად იზრდებიან, ხო? აი რაღაცა ესე ვერ ვიტყვი რომელი ჯობია, მაგრამ აი ეს ზედმეტი მომთხოვნება მგონია რომ ფსიქიკაზე მოქმედებს, თავისუფლებას კარგავს მერე ბავშვი და ხო, ანუ მერე თამამი აღარ არის და ანუ უპასუხისგებლო მგონია რომ უფრო გახდება ზედმეტი მომთხოვნობით, ვიდრე რომ შენ მისცე რაღაც ეტაპზე თავისუფლება და მისცე საშუალება რომ თვითონ გაუჩნდეს პასუხისგებლობის გრძნობა რაღაცეების მიმართ. ნუ შენ თუ არ ასწავლე, ვერ გაუჩნდება. აი მე მაგალითად ესე გამზარდეს არასდროს ჩემ ცხოვრებაში ჭკუა არ დაურიგებიათ არც დედაჩემს და არც მამაჩემს ყოველთვის მეუნებოდნენ როგორც გინდა ისე ქენი. და ეს როგორც გინდა ისე ქენი იყო ჩემთვის ყველაზე ძნელი. ნუ აი ძალიან მიჭირდა და მაინც საბოლოო ჯამში ისე ვიქცეოდი როგორც მეტყოდა დედაჩემი ან მამაჩემი. ანუ მეტყოდნენ რომ იცი რა მე ვფიქრობ რომ ესე ჯობია მაგრამ შენი გადასაწყვეტია. ძალიან პატარაც კი აი რომ ბაღშიც კი რომ დავდიოდი მაშინაც მახსოვს რომ სულ ესე ვიყავი და ძალიან რთულია იმიტომ რომ ხა მე თომას ზოგჯერ ვახერხებ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმიტომ რომ აი ხა შტეპსელში რომ უნდა თითის შეყოფა რა როგორც გინდა ისე ქენი ისე რომ გადაწყვიტოს იცი რა არის საინტერესო აი გაზრდაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის აღზრდა. აი ოდესმე თუ გილაპარაკიათ შენ და შენ მეუღლეს დაუშვათ აი რაღაცა მეთოდზე რომ აი მოდი ახლა შევთანხმდეთ თუ არსებობს ესეთი პრეცედენტი რომ შევთანხმდეთ და აი ესე აღზარდოთ ბავშვები. ძალიან რთულია, იმიტომ რომ არის რაღაც ეტაპები, როდესაც ხვდები, რომ რაღაცის შეცვლა საჭირო. ვთქვათ, თუნდაც ხასიათიდან გამომდინარე, ან ქცევიდან გამომდინარე, დაინახავ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს ბავშვი. აუცილებელია, რომ იმ მომენტში რაღაცაზე დაფიქრდე, შენ თვითონ მშობელი იქნებ, შენ უშვებ შეცდომას, ვთქვათ, ისევ არასწორად მიყავს რაღაცა და კი გქონია ხშირად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ რაღაც ეტაპზე, როდესაც ხედავ რაღაც ცვლილებას შენ შვილში, დამხსნარვად და გვისაუბრე, რომ აი რატომ ხმიდის, რატომ იქცევა ახლა ასე, ან რატომ გააკეთა ახლა ეს. მოდი მოვიფიქროთ, რამ შეიძლება რომ შეუშალოს ამას ხელი და ყოფილა რომ რაღაცა შეგვიცვლია.
ხა რამდენად აი რამდენად როგორ მოქმედებს ბავშვზე, როდესაც დავუშვათ სახლში განსაკუთრებით ეს მრავალრიცხოვან ოჯახებში არის ხოლმე ეს პრობლემა. დედა ეუბნება ერთს, მამა მეორეს, ბები არის გაცილებით უფრო ლოიალური, ბაბუა კიდე უფრო ლოიალური და ბავშვი იბნება, აღარ იცის როგორ მოიქცეს. არ ვიცი, ჩვენ შემთხვევაში დედა და მამა არიან ყოველთვის დომინანტი, ანუ და თქვენთან ორივე ხართ ერთ აზრზე. ანუ ბავშვი შეიძლება ხშირად არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ხშირად არც გამოგვდის თქვა ეკას დავეთანხმები, რომ ხანდახან ვერ აკონტროლებ ემოციას და შეიძლება იქვე უთხრა შენიშვნა, მაგრამ ვცდილობთ რომ ერთმანეთის შენიშვნა არ გავაკრიტიკოთ ბავშვის თანდასწრებით, მაგრამ მე ამაზე აუცილებლად ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თქვა მე თუ ასე ვფიქრობ, ვეუბნები რომ იცი რა, მე მგონია რომ ამას ესე ეუბნები ის ესე გააკეთებს, არასწორად გაიგებს, ჯობია რომ ესე გააკეთო და ხოი ფსიქოლოგები ამბობენ რომ აი არავითარ ბავშვი ყოველთვის იბნება, როდესაც ოჯახში ბევრ სხვადასხვა აზრს იგებს ერთსა და იმავე მოვლენასთან ან ფაქტთან დაკავშირებით. და ძალიან ხშირია, იმიტომაც გამიჩნდა ეს შეკითხვა, რომ ძალიან ხშირია, როდესაც ეს ოჯახებში ასე ხდება. იმისათვის რომ მამაკაცი უფრო მეტად ჩართული იყოს მამა ბავშვის აღზრდაში, ამისათვის საჭირო არის სახელმწიფოსგან ხელშეწყობას, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი მამაკაცები ნაკლებად იყენებენ ხოლმე დეკრეტულ შვებულებას. იცოდი რომ დეკრეტული მშობლება თქვენთვის არსებობს. კი, და საქართველოს თუ გამოუყენებია, არც ერთი ბავშვი შემთხვევაში. საქართველოშიც არსებობს? კი, საქართველოშიც არსებობს, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჯერჯერობით ფაქტიც არ სახელდება. მამაკაცს გამოიყენებს დეკრეტული შვებულება. ალბათ, პრინციპში ხო, არ ვიცი, ბუნებრივ კვებაზე ყავს თქვა დედას, შეიძლება არა, არის შემთხვევები, ხა, შენც დედა გეხმარება სიტყვაზე, რომ მარტო რო ცხოვრობდეთ, ხო, ამ შემთხვევაში დაგჭირდებოდა აუცილებლად დახმარება მეუღლის. ანუ, როდესაც თუ არის შემთხვევა, რომ არა, ორივე ერთად არ შეიძლება. დედა გადის ან მამა, ხო? მაშინ ოჯახში მაგაზია ორივე ერთ. მაგაზია. და ასევე მამების შესახებ 2011 წელს ნიუ-იორკში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ეწერა იდეალური მამაკაცი დღეს გახლავთ არამხოლოდ კეთილსინდისიერი მშრომელი, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს იმისათვის, რომ ოჯახში არჩინოს. არამედ იდეალური მამაკაცი არის ის, ვინც შრომის გარდა მზრუნველი და მოსიყვარული ქმარი და მამაცაა. ასე რომ ბევრი კაცი იხლიჩება დღეს იდეალურობის ამძილობ და ახალ მოდელებს შორის. მე მგონი ამის მაგალითი. ხო და აი რამდენი ხანია ვცდილობ დავიწყე რომ კითხო და ვერ დავამთავრე. შენს გარშემო რამდენად ხშირია ესეთი მამები, ახალგაზრდა მამები, რომლებიც აი ესე ჩართულები არიან შვილის აღზრდაში, როგორც შენ დაბადებიდან, თომას დაბადებიდან. შენი მეგობრები შენ. ჩემი მეგობრები სხვათა შორის ჩემი მეგობრებს თითქმის არ ყავს ცოლები. მაშინ უმეტესობას, ანუ მარტო რამდენიმე ჩემი ინსტიტუტის ჯგუფელებს ყავთ ცოლები რა, ანუ სხვა ფაქტობრივად არ ყავთ რა. ისე ვისაც ყავს ჩართულები არიან, ანუ ვერ ვიტყვი რომ ყველა ფაქტობრივად ყველა ჩართულია. ანუ ეხლა უფრო წამოვიდა. შეიძლება არ ვიცი რატო არის ეგრე, შეიძლება იმიტომ რომ თქვათ უფრო უსაქმურები არიან ვიდრე. არა, ჩემი აზრით ეხლა ხო არის ის რომ ყოველთვის გახდა მე მგონი. გადავიდეს საცხოვრებლად მარტო და იცხოვრონ დამოუკიდებლად. ეს განაპირობებს რა თქმა უნდა, როდესაც ორი ადამიანია და მეტი არავინ არ არის, პასუხისმგებლობა ნაწილდება და უფრო შენც თვითონ მამაკაციც უფრო მეტ რაღაცას იღებს თავის თავზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ხა რომ ცოლი რო ყავს სახში და შენი დედაც რო იქ არის და მამაც იქ არის, რა თქმა უნდა, უფრო მშვიდად. შენ უფრო მშვიდად ხარ, შენ უფრო გწარია. მაინც ბავშვის შემთხვევაში მთავარ როლს დედა ასრულებს თუ მამა? აი მე მგონია რომ ორივე. აი ეს ისეთი რამეა რომ ორივემ თავისი უნდა გააკეთოს. გიორგი შენ როგორ ფიქრობ? არა, მეც ესე ვფიქრობ. აი ერთადერთი რაღაცა მინდა თქვა, რომ აი ბავშვის აღზრდას რაც შეეხება, ანუ აი მე მაინც მგონია რომ ცოტა ისეთი რამეა რა, ანუ ეს ამის რაღაცა ესეთი ინსტიტუციური ფორმა არ არსებობს, რომ რაღაცა სტრატეგია ან ესე ან ესე სწორია ან რაღაცა, ანუ არის აბსოლუტურად აი ცოტა ირაციონალურია რა, ანუ არის მუდმივად უნდა იყო აი რაღაც აწყვოში ადეკვატური რა ბავშვთან მიმართებაში. იმიტომ რომ არ არსებობს მე ყოველი მეორე დღე არის სხვანაირი, სხვა რაღაც მოცემულობაა და ბავშვს
ანუ სუნდა, ანუ ეს რაღაცა ლაივში უნდა იყოს. რა მაგარი ხარ. იდეალური და მისაბაძი მამა. სწორად ფიქრობ. თომას გაუმართ. რა, თვითონ არ ფიქრობს ეგრე. თვითონ ამბობს ხოლმე დედა უფრო მეყვარს ვიდრე. მეურება ხოლმე მე შენ მხარეს არასდროს არ ვიქნებ. იმიტომ რომ მამა კაცია. მოვა ასაკი და რაღაც პერიოდი როცა ამასაც იტყვის. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. თეო შენ დიდი მადლობა განსაკუთრებული. იმიტომ რომ პატარა მაშა მოიყვანა რომ მაშა ჩაეძინა ჩვენ საუბარში. ჩვენ წამყვანს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და გველოდეთ.